ჩვენ ხო გვაქვს ვიდეოები ჯერ კიდევ 99 წელს მანდ საქართველოს მანდ ინტეგრაციის საკითხს როგორ ინტერპრეტაციას და შეფასებებს უკეთებდნენ ჩვენი წინა ხელისუფლებები, მაგალითად. ხო, როგორ მოხვდით? აი შეგვიძლია ედუარდ შევარდნაძის ვიდეოს ვაჩვენოთ. ეს არის ყველას გვახსოვს, ეს ლეგენდარული გამოსვლები შევარდნაძის და ჟვანიასი 99 წელს. მოდი ჯერ მართლა შევარდნაძე დავიწყოთ. ასე მგონი აქ ევროპის ცენტრში თავს დაუბრიალებენ ჩემ დიდ წინაპართან სულები და მე მათი სახელითაც გამოდივარ თქვენ წინაშე. ეს აღსრულდა ყველა დროის, ყველა თაობის ქართველთა ოცნება საქართველოს დიდი ევროპის ბინადარი გახდა. მადლობა შენ უფალო საუკუნეების და ათასწლეულების ოცნება რომ აუხტინე ჩემ ხალხს. იმ პროევროპელ ახალგაზრდებს მინდა გითხრათ, ვინც აი თვლით რომ პროგრესულები ხართ ამას რო აწვევით, აი ამ კაცის იდეოლოგიის გამგრძელებლები ხართ, ისე რომ იცოდეთ, უცბთა ფაქტის კონსტატაციას ვახდენ, აი არც პოზიტიურ, არც ნეგატიურ არანაირ შეფასებას არ ვაკეთებ, აი ფაქტის კონსტატაცია ამისი იდეოლოგიური მემკვიდრეები ხართ თქვენ, არაფერ ახალს არ ამბობთ, რასაც შევარდნაძე აწვებოდა, მაგისი მემკვიდრეები ხართ თქვენ. ხო, ანუ აი კარგი ახსნა, ეს არის ერთგვარი ევროპის მოსაცდელი ოთახი. ევროკავშირის დერეფნის წინარე ოთახი. მანამდე როა ოთახი, სადაც შეიძლება ხო, რაღაცას რეცეპშენ. რაღაც კომუნიკაციაში რომ შეგიძლია შეხვიდე ევროპელებთან, ანუ იმისთვის რომ შენ შემდგომ ევროპაში რაღაცა ინტეგრაცია შეძლო, ოდესმე ამა თუ იმ ხარისხის, მაგისთვის ხო აუცილებელია კომუნიკაციის შეხვიდე. ეს არის კომუნიკაციის ფუნქციის მქონე, უბრალოდ კომუნიკაციის ფუნქციის მქონე სათათბირო ორგანო. მანდ მიღებას ჩვენთვის აი ასეთი შეფასება ქონა. ჩვენ აი ასე უყურებდით მაგ ევროსაბჭოში მიღების და ბარემ მოვისმინოთ აი მთელი 30 წლიანი ეპოქა რაც გვაქვს საქართველოს პოლიტიკური ისტორიის ამ ეპოქის გამსაზღვრელი ფრაზა ზურაბ ჟვანიასი ეგეც მოვისმინოთ ბარემ. We are so happy and proud that my generation, our generation was privileged to announce in the hemicycle these very simple words. Me var kartveli da mashasada me var Evropeli. I am Georgian and therefore I am European. თარგმნოთ დასაწყისი ამ ფრაზის. ხო, ნუ მე ვარ ისეთი ბედნიერი რომ ჩემს თაობას მიენიჭა პრივილეგია ჩვენი ისტორიის წინაშე რომ წარმოთქვათ ეს უნიშნელოვანი ვოკალური სიტყვები. მე ვარ ქართველი დამაშასა და მე ვარ ევროპელი. და მეც შემიძლია ჩვენი თაობის სახელით მე მინდა ვთქვა რომ I am privileged that our generation is that can say that I am Georgian and that's enough. ანუ ჩვენ ვართ თაობა მართლა, რომელიც მივედით როგორც იქნა იქამდე, რომ მე ვარ ქართველი და არაფერი მაშასთან მაგას არ ჭირდება და აი ეს 30 წელი ჟვანიას იდეოლოგიური ასე ვთქვათ რა ვიცი პროპაგანდა დაარქვი იდეოლოგიური რაღაცა ლოზუნგი დროშა მაგ ყველაფრის დასასრული ეხა რო ხდება ეგ მართლა კონკრეტულად ჩვენი თაობის პრივილეგია და მე ძალიან მიხარი. მაინც მაგ დამოკიდებულებას გარემოსად, ხო? გარკვეული პასუხები ჭირდება, აი რა ხდება, რა არის ეს, რა ლაპარაკია, რა სიტყვებია ჟვანიას გამოსვლა, რა არის ეს.
შევარდნაძის, რომელიც გრძელდება დღემდე, ხო? ეს განწყობები ნაწილობრივ. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, რომელიც აი სადღაც უნდა იყოს. აი ეგრე უდგება საკითხი, ეგრე არ არის, რომ აი არსად არ უნდა იყო. აი შენ ხო, აი მაგალითად აზერბაიჯანი არ არის ისე, რომ არსად არ არის. აზერბაიჯანი არის ისლამური სამყაროა, გარშემო. ის არ არის რაღაც მოწყვეტილი თუნდაც ჩვენზე დიდი, მაგრამ 10 მილიონიანი ერი, რომელიც აი არავისთან კავშირი არ აქვს. აი რაღაცა თუნდაც ჩეჩნებს არ აქვს სახელმწიფო, მაგრამ არიან პატარა ხალხი, რომლებიც თავს განიცდიან რაღაც დიდის ნაწილად. და ეგ კითხვა უდგება ჩვეულებრივ ადამიანს, რომ აი მე რისინა, რა ცივილიზაციის ნაწილი ვარ, რომელსაც შეუძლია ერთი რომ სამყაროს განვითარებაში მონაწილეობა წვლილი შეიტანოს და ქართველი ხალხი საკმაოდ ამბიციური ხალხია თავისი კულტურიდან გამომდინარე, თან საფუძვლიანად იმისთვის რომ მაგის ამბიცია ქონდეს და მეორე როგორ უნდა გადავრჩეთ 3 მილიონიანი ერი გესმის და ეხლა დგება როგორ საკითხი ვიღაც რაღაც ნაწილს ერთმევა წარმოდგენა რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს რაღაც დიდის ნაწილი იყო და ოღონდ არაფერი საპირისპირო არ ჩდება